დროს სიმწვანეში ჩაკარგული 100-წლოვანი წიფლისა და წაბლის ტყეში ჩაფლული სამკურნალო გოგირდოვანი, ამავდროულად მინერალური წყლებით გარშემორტყმული წალკოტი, როგორც ამას აქაურები ეძახდნენ, დღეს კურორტის სახით უკვე აღარ არსებობს. კურორტმა ფუნქციონირება გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. პოსტსაბჭოთა რეჟიმის ნგრევას სამწუხაროდ ბევრი მსმნიშვნელოვანი და საჭირო ობიექტი შეეწირა, მათ შორისაა კურორტი ნასაკირალიც. კურორტის აღმოჩენის ისტორია ერთ ნასაკირალელ გლეხს და მის მსხვილფეხა პირუტყვს უკავშირდება, რომელიც წყლის დასალევად მუდმივად ერთ და იმავე ადგილზე ჩადიოდა. დაინტერესებული გლეხი პირუტყვს ჩაყვადა. გოგირდოვანი წყლის ისტორიაც ამ დღიდან, ანუ 1950-იანი წლებიდან იწყება. უცნაური სუნისა და გემოს, უფერო სუთხის აღმოჩენის ამბავი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი ცენტრალურ ხელისუფლებას ეცნობა. ისინიც დაინტერესდნენ და სულ მოკლე ხანში აღნიშნულ ტერიტორიაზე კურორტის მშენებლობა დაიწყო. მწვანეში ჩაფლული ტერიტორია ეგრეთ წოდებული ფინური სახლებით დაიფარა. ნასაკირალის კურორტმა ფუნქციონირება დაიწყო. იგი სეზონური იყო. დამსვენებლებს მაისის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე იღებდა. ბალნეოლოგიურ კურორტს მუდმივად 15-მდე მეტ პერსონალი ემსახურებოდა. სტაციონარული მკურნალობა კი 100 პაციენტზე იყო გათვლილი. ჭაბურღილების მეშვეობით ტერიტორიაზე ათვისებული 3 წერტილი არსებობდა, საიდანაც წყალი მუდმივად მოედინებოდა. თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფუნქცია და დანიშნულება ჰქონდა. 2 მათგანი სამკურნალო ვანებისთვის, ერთით სასმელად იყო განკუთვნილი. ნასაკირალის წყალი უამრავ დაავადებას უხდებოდა, ძირითადად კი ძვალსახსართა პათოლოგიას. სამივე წყალი, სამივე სხვადასხვა სიღრმიდან და სხვადასხვა დანიშნულების არის. ბოილერები იფსებოდა, შემდეგ ადიოდა საქვაბე, სადაც თქვა ის 100 გრადუსამდე დუღდებოდა და შემდეგ თვითდინებით ნაწილდებოდა ვანებში, სადაც უკვე ფაქტურად 10-12 წუთიანი პროცედურას ღებულობდა დამსვენებელი. მამაშვილი რეზო და აივენგო ჩიხლაძეები კურორტთან ახლოს ცხოვრობენ. იყო პერიოდი, როცა იქ დასაქმებულებიც იყვნენ. აივენგო ჩიხლაძე მისთვის ახლობელ ტერიტორიას ახლა მხოლოდ მაშინ სტუმრობს, როცა ნოსტალგია შემოაწვება, ან კიდევ ნაცნობი წყლის გემო მოენატრება. მოდიან რა, როგორც თქვა, მე ჩამოვედი და შევავსებ, თქვა, ერთი დოქი წყალი რო თქვა, სიტყვაზე ავდგე და აი სახში მივიღო, როგორც თქვა, როგორც ნაბეღლავი, როგორც თქვა, ბორჯომის წყლის შესაბამისად. ლამარა ცხომელიძემ ნასაკირალში 20 წელზე მეტი გაატარა. იგი თერაპიული კაბინეტის მთავარი მედდა გახდათ. ქალბატონი ლამარა იმ დამსვენებელთა ჩამონათვალს გვიკეთებს, რომლებიც კურორტს არა მარტო გურიიდან, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან სტუმრობდნენ. ძალიან ბევრი დამსვენებელი ყავდა. წყალტუბოდანც იყვნენ, წარმოიდგინეთ და იყვნენ ბორჯომიდან, რომლებიც ძალიან კმაყოფილი იყვნენ. მოხდებოდა ძვალსახსართა სისტემას, რადიკულიტებს, იშიას, უშვილობას, აღვის ბუშტის ანთება, კუჯის დაავადებებს, დაბალი სიმჟავენობით გამოწვევს, ნერვულ სისტემას. ოზურგეთის ინფექციური განყოფილების ექიმი ქეთევან ხლონტიკი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კურორტ ნასაკირალში ექიმ-თერაპევტად გაანაწილეს. სანატორიუმის ტიპის იყო ეს დაწესებულება, მაგრამ ამბულატორული მკურნალობასაც იტარებდა ხალხი. იყო 24 საათიანი მორიგეობა მედპერსონალის. საკმაოდ შედეგიანი იყო ეს მკურნალობა, ანუ ადამიანი წელიწადში ერთხელ ჩაიტარებდა ამას და საკმაოდ კარგახნიანი რემისია და გააუმჯობესება ჰქონდა თავისი ძირითადი დაავადების. თითოეული რესპონდენტი, როცა მათ ჩვენი სტუმრობის მიზეზს მომხელდით, კითხვას კითხვითვე გვიბრუნებდნენ და კურორტის მომავლით და მისი აღდგენით ინტერესდებოდნენ. იმ კურორტისა, სადაც უნიკალური გოგირდოვანი წყალი უკვე წლებია უმისამართოდ მოედინება.